ეხლა უშუალოდ ვისაუბრებთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ, ასე ვთქვათ, ფუნქციონალზე სისტემის, რომელიც არის შემდეგი. ეხლა თქვენ რასაც ხედავთ result-ში, ხო? ეს არის წარმოიდგინეთ ის ჩვენ რო გავხსენით სტანდარტული ანალიზი, აი თითოეული ხაზი მაგალითად დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, ხო, ხედავთ. თითოეული ხაზი გადატანილია აი ამ შემთხვევაში, აი აქ ჩვენთან თითოეულ ხაზად. და შესაბამისი ზღვრები არის, ნახავთ, წითელი, მწვანე, იასამნისფერი და ეს არის ჩამოთვლილი არის. ფაქტიურად აქ მითითებული თითოეული ოთხკუთხედი პროპორციულია, ზუსტად არის იგივე ციფრი, რაც წერია მეგალაბის, თქვათ, აი ამ ჩამონათვალში. მაგრამ სისტემა ბევრად წინ მიდის და ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას იძიებს ჩვენი ბიოლოგიის შესახებ, ვიდრე ჩვენ გონია და რანაირად. სისტემა აკეთებს შეფარდებებს, ანუ ratio-ს ვეძახით რა, ერთი კონკრეტული კომპონენტს იღებს და მეორესთან აფარდებს. და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ზუსტად არგებს იმ რეკომენდაციებს ჩვენ ფიზიოლოგიას, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული ანალიზის შემთხვევაში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ აი მაგალითს რომ მოვიტანოთ, ერთ-ერთი ძალიან კარგი ფარდობითობა, ამაზე წინა ერთ-ერთ პოსტში მაქვს დეტალურად ნასაუბრები, მაგრამ ეხლა განვიხილოთ, ეს არის სოდიუმ-პოტასიუმის ratio, ანუ მარილის და კალიუმის ფარდობითობა. რას გვეუბნება ეხლა? ეს ზოგადად გულსიდათა სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთი კარგი ინდიკატორია და რამდენადაც უცნაურად არ ვეჭერდ ეს ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა თუ რამდენად სტრესში არის ჩვენი ორგანიზმი. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ, რომ ერთი კონკრეტული ინდიკატორის მეორეზე გაყოფით, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ფიზიოლოგიის შესახებ. ეხლა ამ შემთხვევაში არის 30-დან 35-მდე იდეალური ზღვარი, ჩემი იყო 36, რადგან კალიუმი იყო ცოტათი დაბალი, ვინც თუ ზოგადად დატვირთული არის, ზოგადად კალიუმს უფრო მეც კარგავენ. აქვე გვეუბნება, რომ რამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ამ, ასე ვთქვათ, ratio-ზე და გვაძლევს შესაბამის სამეცნიერო კვლევებს. ანალოგიურად არის ძალიან ბევრი ratio განხილული, ასევე ძალიან ერთი მინდა რომ გავმახვილოთ ერთზე ყურადღება, ეს არის ერითროციტების საშუალო მოცულობის ერითროციტების პროცენტზე გაყოფის, ესე იგი ratio, რომელიც იდეაში მიუთითებს რკინის სტატუსს. თქვენ ახლა შეიძლება ჩამონათვალით თქვენ ანახებთ, ცალკე რკინაზე ანალიზი არ კეთდება. ერთი იმით გამომდინარე, რომ ყველაფერზე შევამოწმოთ, ძალიან ძვირი იქნება და ამ ესე იგი Vitality ალგორითმი აკეთებს იმას, რომ სხვადასხვა რაღაცეების შეფარდებით შეიძლება გაიგოს მაგალითად რკინის სტატუსი ორგანიზმში რა გვაქვს, ისე რომ პირდაპირ რკინა არ შეამოწმეს. ეს არის ძალიან მაგარი ოპციონალი. და ახლა ამ შემთხვევაში მაგალითად გვეუბნება, რომ აი ამას რო გაყავთ, თქვათ, ინგლისურად MCV-RBC ratio არის, იუთითებს პოტენციურად ვარ თუ არა რკინის დანაკლისში. ამ შემთხვევაში ახლოს ვიყავი მწვანესთან და არაფერი ისეთი რეკომენდაცია არ მოუწია და ანალოგიურად მიდის სხვებზე. მოკლედ თქვენ ნახავთ, რომ აი ძალიან ბევრი ესეთი შეფარდება აქვს სისტემას გაკეთებული. და ასევე არის მესამე, კიდევ უფრო ღრმად ჩადის სისტემა, ანუ ესე იგი ჩვენ თქვით რომ მეორე დონე იყო ეს და ეხლა უკვე მესამე დონეზე მიდის, ეს არის კალკულაცია. ეს ნიშნავს, რომ აქ ფიგურირებს 2 ან 2-ზე მეტი ინდიკატორი, რომელიც შეფარდებებიდან გამოყავთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენი ბიოლოგიის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი არის ინგლისურად კი osmolarity, რომელიც არის ჩვენს ორგანიზმში ბოლო რამოდენიმე თვის ჰიდრატაციის სტატუსი. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ რთულია, რომ გავიგოთ ბოლო 3 თვეში რამდენად დეჰიდრირებული ვართ თუ არ ვართ, ხო? ჩვენ შევდივართ აი აქ ხედავთ და ეს მიუთითებს, ეს კი 3 ინდიკატორის, ესე ვთქვათ, ჯამი არის აქ რა, არის შარდოვანა, არის მარილის და არის გლუკოზის შეფარდება, კალკულაცია, ასე ვთქვათ რა. და აქედან გამოყავს ინდიკატორი, რომელიც არის ვთქვათ, ციფრი 293, ცოტათი უფრო მაღლა არის, მაგრამ იდეაში ახლოს არის მწვანესთან, ჩემ შემთხვევაშიც. და ცოტა უფრო მეტ წლის მიღებაც შეიძლება და ზუსტად აქედან გამომდინარე მე გვაძლევს რეკომენდაციებს შესაბამისი მეცნიერული მტკიცებულებების ფონზე და საბოლოო ჯამში ყველა რეკომენდაცია რაც გაიცემა სისტემის მიერ დაფუძნებული არის ზუსტად აი ამ სახის ანალიზზე და ეხლა თქვენ დამეთანხმებით ნახავთ რომ ძალიან დეტალური ანალიზი არის რაცაც სტანდარტულად ეხლა ჩვენ როექიმთან მივდივართ როგორც წესი თუ ადამიანი თვითონ ამას ხელით არ აკეთებს და არ იცის როგორც წესი ეს ჩვენი ყურადღების ასე ვთქვათ ფარგლებს გარეთ რჩება. ამიტომ აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი ოპციონალი Vitality სისტემის.